ტურისტული საქმიანობის სუბიექტებისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ცვლილება ტურიზმის შესახებ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში რეგისტრაციას დაექვემდებარებიან ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები, ასევე ტურისტული გიდები და რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელნი. წესდება ახალი სანქციებიც, მაგალითად შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გაწევა, სადაც ერთიანდებიან სათხილამურო, სამთო და ალპური გამყოლები დაჯერემდება 3000 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 6000 ლარამდე გაიზრდება. ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებისთვის კი გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა. ცვლილება შედის დაზღვევის შესახებ კანონშიც, რაც ტურიზმის სფეროში დადგენილ ახალ რეგულაციებს უკავშირდება. ცვლილებით რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები სავალდებულო დაზღვევას დაექვემდებარებიან. თუმცა რომელი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის იქნება სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ან ორივე ტიპის დაზღვევა, ამას მთავრობა განსაზღვრავს. შესაბამისი დაზღვევის ან სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა 3000 ლარით დაჯარიმდება. პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილებები ტურისტების უსაფრთხოების გაზრდისა და არაკვალიფიციური მომსახურების შემცირებას ისახავს მიზნად. ტეზერის მიერ ლარის ციფრული ანალოგის GLT-ის გამოსაშვებად კომპანია ვალდებულია დარეგისტრირდეს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერად და დააკმაყოფილოს რეგულაციების მოთხოვნები. მათ შორისაა მინიმუმ 500,000 ლარის კაპიტალი, 100%-იანი რეზერვების შენახვა და მომხმარებლებისთვის აქტივის ნებისმიერ დროს გაცვლის შესაძლებლობა. როგორც ბიზნეს პარტნიორს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, სტეიბლ-ქოინები გადარიცხვების გაიაფებას, ფინანსურ ინკლუზიურობასა და დოლარიზაციის შემცირებას უწყობს ხელს. თუმცა GLT-ის გადახდის ფუნქცია არ ექნება და ის უფრო ვირტუალურ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსებს შორის დამაკავშირებელ ინსტრუმენტად განიხილება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მსოფლიოს უმსხვილესი ბლოკჩეინ კომპანია ტეზერი ქართული ლარის ციფრული ანალოგის გამოშვებას გეგმავს. Trump Tower-ში გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება. როგორც არქის დამფუძნებელმა ბიზნეს პარტნიორთან განმარტა, ეს იქნება მაღალი დონის პრემიუმ სეგმენტის საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის მსგავსით საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. რაც შეეხება ფასებს, ამ ეტაპზე უცნობია რა იქნება პროექტში კვადრატული მეტრის ღირებულება. ფასები მას შემდეგ დაითვლება, რაც პროექტირების ეტაპი დასრულდება. Trump Tower-ი ცენტრალური პარკის მიმდებარე დაშენდება. Trump Organization-ი მშენებლობას არქთან და ბიოგრაფთან ერთად განახორციელებს. ბაზარზე ახალი სტარტაპი გამოჩნდა. Sinexia ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს დამატებითი შემოსავალი მიიღონ იმავე საქმის კეთებაში, რასაც ყოველდღიურად ისედაც აკეთებენ. საუბარია იმ პროფესიებზე, რომლებიც ხელსაქმესთან არის დაკავშირებული. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი აცხადებს, დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ანაზღაურების მისაღებად Sinexia-ს აპლიკაციის მეშვეობით უნდა გადაიღონ მათი ხელსაქმის ამსახველი ვიდეო. Sinexia-ს მიზანი ხელის მოძრაობის ვიდეო მონაცემების შეგროვებაა, რომლებიც შემდგომ რობოტიკისა და სამეცნიერო ტექნოლოგიების სფეროში გამოიყენება. Sinexia გერმანული AI ტექნოლოგიური კომპანიის MicroAge-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და ხელის მოძრაობის ვიდეო მონაცემებსაც გერმანული ტექნოლოგიური კომპანიისთვის აკროვებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იპოთეკური სესხების პროცენტები კვლავ გაიზარდა, რამაც საცხოვრებლის შესაძენად და სესხების რეფინანსირებისთვის მოთხოვნა შეამცირა. საბანკო იპოთეკური სესხების ასოციაციის მონაცემებით 30 წლიანი ფიქსირებული იპოთეკის საშუალო განაკვეთი 6.5%-მდე გაიზარდა. ეს ბოლო 7 კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეკონომისტების შეფასებით ზრდა ინფლაციის მოლოდინმა, საწოვის გაძვირებამ და სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ გამოიწვია. მაღალი პროცენტების ფონზე შემცირდა ახალი სესხების მოთხოვნა, მომხმარებელთა ნაწილი შედარებით დაბალ პროცენტიან, თუმცა უფრო სარისკო ცვლადი განაკვეთის მქონე სესხებზე გადავიდა. Ferrari-მ ახალი მოდელების პრეზენტაციით ავტოინდუსტრიაში დიდი ყურადღება მიიპყრო. კომპანიამ განსაკუთრებული აქცენტი ელექტროტექნოლოგიებსა და მომავლის სპორტულ ავტომობილებზე გააკეთა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Ferrari-ს პირველი სრულად ელექტრომოდელის კონცეფციაც. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი ავტომობილები მაღალ სიჩქარეს, ენერგოეფექტურობასა და თანამედროვე AI ტექნოლოგიებს გააერთიანებს. თუმცა Ferrari-სთვის დამახასიათებელ ტრადიციულ აგრესიულ სტილს შეინარჩუნებს. Ferrari ასევე მუშაობს ჰიბრიდული ხაზის გაფართოებაზეც, სადაც მაღალი წარმადობის ძრავები და ელექტროტექნოლოგიები ერთად იქნება გამოყენებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ახალი მოდელები გათვლილია როგორც ტრადიციული Ferrari-ს მოყვარულებზე, ასევე ახალი თაობის მომხმარებლებზე, რომლებიც პრემიუმ კლასის ელექტროსპორტულ ავტომობილებს ეძებენ.